რაც ინფექციით იყო გამოწვეული. გაუსაძლისი ტკივილების შესამსუბუქებლად იძულებულები ვიყავით გამოგვეყენებინა დიაზეპამი და მამშვიდებლის სახით. ეს ყველაფერი კი მან გამოიწვია, რომ ევას ნამსხვრევები ჰქონდა ჩარჩენილი ზურგის ტვინში. როცა ჩვენთან მოვიდნენ, პაციენტი ვერც ერთ ფეხს ვერ ამოძრავებდა და პარალიზებული იყო. პირველივე გამოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოში გაკეთებული ოპერაცია ხერხემალზე არ იყო საკმარისი და ნერვებზე კვლავ მიდიოდა ზეწოლა. ჯერ წელი გამიკეთა, მერე ფეხი, ძალიან მალე შემიხორცა, უკვე დავიწყე მოძრაობა ვარჯიში, თანად ნელ-ნელა. მერე სკამში პირველად დავჯექი, ისე გამიხარდა, ვერ ვჯდებოდი მე, სულ ვიწექი. და რო დავჯექი, ძალიან ცოტა ხანი გავწელე, იმიტომ რომ წნევა ესმეც. ძალიან სასაცილო. ხო, ძალიან სასაცილო იყო. ასევე მხარზე და ორივე ფეხზე ჰქონდა მოტეხილობები და რადიოლოგიური გამოკვლევაც ჩაუტარდა. პაციენტს მართლაც გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ამიტომ სწრაფად უნდა გვემოქმედა. რადგანაც ხერხემალს სასიცოცხლო